ვიწყებთ დილის მონეტიზაციას. მოგეხსენებათ გასული წელი და პრინციპში განვლილი პერიოდი. შეიძლება თამამად ითქვას, ძალიან აქტიური აღმოჩნდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ვინაიდან და რადგანაც ევროპასთან ასოცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატივი ზუსტად თავისუფალი ბაზრის პრინციპები, გამართული კონკურენცია და რა თქმა უნდა უფლებების დაცვის კომპონენტია მომხმარებელთა უფლებების ჭრილში, რა თქმა უნდა. რამდენიმე кейსი მიმოვიხილავთ დღევანდელ გამოშვებაში, რომელიც ამ შემთხვევაში კონკურენციის ეროვნული სააგენტოსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს, აი ამ სახელით მოუხსენიებ უწყებას, ეგიდით განხორციელდა და ამ თემებზე დეტალურად და აი ამ кейსებზე დეტალურად დღევანდელ დილის გამოშვებაში ვისაუბრებთ ბატონ ათი ამაროვთან, რომელიც გახლავთ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. სანამ გადავალ კონკრეტულ кейსებზე და კონკრეტულ საკითხებზე, მე მინდა ძალიან მოკლედ ერთგვარი რეზუმირება გავაკეთოთ იმ საკითხების, რომ განვლილი წელი მთლიანობაში 2024 მომხმარებელთა უფლებრივი დაცვის პრინციპებისა და კომპონენტების მიხედვით როგორი იყო, რა ბერკეტები იქნა გამოყენებული საბოლოო ჯამში სააგენტოს მხრიდან და როგორ მოხდა ამ შემთხვევაში, აი თუნდაც იგივე ცნობიერების ამაღლება, კომუნიკაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ამ თემებს ძალიან აქტიურად ვშლიდით და მე მინდა რომ დღეს თქვენთან ერთად ერთგვარი პატარა რეზუმირებაც გავაკეთოთ ამ საკითხების, სანამდე გადავალთ უკვე კონკრეტულ кейსებზე და თემებზე. დილამშვიდობისა სანდრო, მივესალმები თქვენს მაყურებლებს და დიდი მადლობა მომხმარებლის უფლებების საკითხები დაინტერესებისთვის. მადლობა თქვენ. დაგეთანხმებით, რომ ეს წელი იყო ნაყოფიერი, იყო უამრავი გამოწვევა და ამ გამოწვევებთან ერთად იყო უამრავი წარმატება. წელს ჩვენ ჩავატარეთ არაერთი მნიშვნელოვანი კონფერენცია, ჩავატარეთ მომხმარებლის დაცვის კვირეული, ჩავატარეთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით მეორე საერთაშორისო კონფერენცია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წელს მივიღეთ პირველად მსოფლიო ბანკისგან ჯილდო, რომელიც ეხებოდა მომხმარებლის უფლებების დაცვას, რაც ნამდვილად ძალიან საამაყოა და სასიხარულოა იმ ქვეყნისთვის, რომელიც სულ რაღაც 2 წელია, რაც აღასრულებს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობას, ეს არის საერთაშორისო აღიარება. გარდა ამ მნიშვნელოვანი თემებისა და საკითხებისა, ჩვენ შევხვდით არაერთ მომხმარებელს, არაერთ ბიზნესს, ჩავატარეთ უამრავი და გავატარეთ უამრავი კამპანია, ჰქონდა ვიდეო რგოლები საინფორმაციო, ჩავდიოდით სხვადასხვა რეგიონებში და ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად მუშაობდით. რაც საბოლოო ჯამში ჩვენ თუ გადავადარებთ ჩვენ სტატისტიკას და ვინახავთ, რომ სტატისტიკის მონაცემები გაორმაგებულია, ცნობიერება ამაღლებულია, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე ვერ გავჩერდებით, უნდა გავაგრძელოთ და ასევე დამოვიწყდა მე თქვა რომ სტრატეგია დავამტკიცეთ 4 წლიანი სტრატეგია რომელიც მოწონებული იქნა მთავრობის მიერ და მივყვებით ამ სტრატეგიას წელს რაც იყო გათვალისწინებული ამ სტრატეგიის გათვალისწინებით ყველაფერი შესრულებულია მომავალ წელსაც გვაქვს გარკვეული გეგმები და ამ გეგმებს მივყვებით აქტიურად და ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ნაწილიც და მათ შორის იგივე აღიარების ნაწილიც ჩვენ გავშალეთ ეს საკითხები სხვადასხვა პერიოდში ჩვენს გადაცემაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთის მხრივ მომხმარებელი იყოს საქმის კურსში რეალურად რა არის მისი უფლებრივი სპექტრი და მეორე ამ შემთხვევაში ბიზნესი იყოს მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის რომ არ მოახდინოს გარკვეული ესე ვთქვათ უფლებრივი კომპონენტების დარღვევა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოში არსებობდეს მსგავსი ტიპის სტრუქტურები მე მინდა ეხლა უკვე აი ამ თემიდან ზუსტად გადავიდეთ კონკრეტული кейსების საკითხზე აქ მათ პატარა ამონაწერით საბოლოო ჯამში და მოდით დავიწყოთ Glovo Up Georgia's кейსით საბოლოო ჯამში მე აქ ასევე მაქვს თითოეულ ამ აშშ გრუპი და ასევე Hualingis სამშენებლო მასალები ჰიპერმარკეტი აი ეს სამი кейსი მაქვს დღეს წარმოდგენილი და მინდა რომ თითოეულის შესახებ ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ თითოეული кейსის მახასიათებლების და პრეფერენციის შესახებ და Glovo Up Georgia's кейსით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. დაახლოებით 10 წუთი, 9 წუთი გვაქვს ამისთვის და მესმის რომ სრულია სამივე кейსის 9 წუთში ჩატევა, მაგრამ ძირითადი პოინტები მაინც შეგვიძლია რომ მიმოვიხილოთ. ეს არის სააგენტოს მიერ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილებებია. წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება დავადგინეთ არაერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი და მოდით დავიწყოთ Glovo Up Georgia ბატონო ამ кейსით
ჩვენს ყველა გადაწყვეტილებაში და ყველა შეხვედრაზე ყოველთვის ვამბობთ, რომ მომხმარებლის ინფორმირებულობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ზოგადად მიდგომა ბიზნესის მხრიდან უნდა იყოს მაქსიმალური ინფორმირებულობა, მკაფიო, გასაგები და დროული ინფორმაციის მიწოდება. წლის დასაწყისში ჩვენ დავამტკიცეთ და მივიღეთ კანონის შესაბამისად ერთ-ერთი სტანდარტი, რომელიც გულისხმობდა ქართულ ენაზე მომსახურების და ინფორმაციის მიწოდებას. ამ кейსის შემთხვევაშიც ეს გარემოებები გქონდა. სანდრო, თქვენ იცით, რომ კანონით გათვალისწინებულია, სანამ ჩვენ შევიძენთ ნივთს თუ მომსახურებას, ინფორმაცია უნდა მივიღოთ ქართულ ენაზე, მკაფიო და გასაგებად წინასწარ უნდა იყოს ჩამოწერილი, ჩვენ უნდა გქონდეს შესაძლებლობა გავეცნოთ და შემდგომ მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამ кейსს, ამ შემთხვევაში მომხმარებლის განცხადებით დადგინდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, შეიძინა აპლიკაციით მომსახურება, ნივთი შეიძინა. წინასწარ მიეწოდებოდა ინფორმაცია ქართულ ენაზე, იცოდა რა წესები და პირობები აქვს კომპანიას, იცოდა რა სიძენს, მახასიათებლები რა ჰქონდა. უბრალოდ წააწყდა ასეთ პრობლემას. შეიძინა მომსახურება, შემდგომ ურეკავს კურიერი, როგორც ხდება ხოლმე. და სამწუხაროდ კურიერი აღმოჩნდა არა ქართულენოვანი. არ იცოდა ქართული ენა, შესაბამისად კომუნიკაცია ვერ შედგა კურიერსა და მომხმარებელს შორის. ამ გამოიწვია დაბნეულობა, რა თქმა უნდა, გაურკვევლობა და ამ შემთხვევაში მომხმარებელს ჩამოეჭრა ის თანხა, რაც ჰქონდა გადახდილი, სამწუხაროდ ვერ მიიღო ის მომსახურება და ის ნივთი, რაც ჰქონდა შეკვეთილი. ზუსტად ამ გადაწყვეტილებაში სააგენტო მიმსჯელა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელშეკრულების დადებამდე მკაფიო და გასაგებად და ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ეტაპზე, ნასყიდობის შემდგომ ეტაპზეც ქართულ ენაზე ჰქონდეს მომხმარებელს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კომპანია შეიძლება ჰქონდეს სხვა ენაზეც მომსახურება და კურიერი შეიძლება ხო, მან შეიძლება საუბრობდეს სხვა ენაზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ქართულ ენაზე მიეწოდებოდეს. კი, ამ შემთხვევაში მომხმარებელმა მოგმართათ თქვენ შესაბამის ხელხაზზე და შესაბამისად სააგენტომ მოახდინა მყისიერი რეაგირება. განცხადება შემოიტანა ჩვენთან და განცხადების საფუძველზე უკვე დავიწყეთ მოკვლევა. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ დავადგინეთ დარღვევა და დავავალდებულეთ კომპანია, რომ აღმოგხვრას ეს ხარვეზი, ჯერ ისვა და არ გასულა, რაც სააგენტოს მიერ იქნა განსაზღვრული და ვიმედოვნებ, რომ ამ ვადის გასვლით შემდგომ უკვე აღმოიფრქვევა ეს ხარვეზი და რა თქმა უნდა, ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება არ ეხება მხოლოდ ერთ კომპანიას. ამ სეგმენტში და ამ სექტორში მომუშავე ყველა კომპანიაზე აბსოლუტურად კი დაგმებით ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო кейსი არის. მეორე საკითხი, USA to Georgia. ეს ძალიან ისეთი გახმაურებული кейსი არის, ძალიან ესე ვთქვათ, მრავალმხრივად მოხდა ამ საკითხებზე ფორსირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, რა დაადგინა ბოლო რაპორტმა ზოგადად აი ამ კომპანიის кейსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ზოგადად ამ თემით ძალიან დაინტერესებული არის საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მომხმარებლის პრიზმაში საუბრობ ამ შემთხვევაში. დიახ, სანდრო, სწორად აღნიშნეთ, გქონდა რამოდენიმე кейსი ამ კომპანიის მიმართ და რაც შეეხება ბოლო кейსს გარდა სხვა საკითხებისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ეს იქნება ინფორმაციის მიწოდება, სხვა საკანონმდებლო ნორმების დაცვა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეკლამა, რეკლამაში გასული და მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია. დამეთანხმებით, რომ ჩვენს ყოფით და ყოველდღიურ ცხოვრებაში არავინ არ კითხულობს ხელშეკრულებას, როდესაც ეხება ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთებს ან სხვა მომსახურებას რეკლამას, ჩვენ ვენდობით ამ რეკლამას, თუ გამოცხადებულია პირობითად აქცია სრულ ასორტიმენტზე, ჩვენ ვარაუდობთ, რომ აქცია დაგხვდება სრულ ასორტიმენტზე. დაახლოებით ეს შემთხვევა გქონდა ამ кейსის განხილვის დროსაც. რეკლამაში იყო მითითება, რომ ეს კომპანია არის გადამზიდი კომპანია, ანუ ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტვირთის ნივთების ჩამოტანას საქართველოში. და აქვს მომსახურება, გადაფუთვის მომსახურება. ერთ-ერთ ვიდეო რგოლში, რომელიც სარეკლამო რგოლში, მქონდა
გაჟღერებული, რომ გადაფუთვის სერვისით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ გადაფუთვის სერვისით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ იქამდე, სანამ მისი ამანათი მივა კომპანიის საწყობში. ამიტომ განსახილველ შემთხვევაში მომხმარებელი შეცდომაში შევიდა ენდომ ამ რეკლამას, რატომ აღქმა ჰქონდა, რომ გადაფუთვით ისარგებლებდა იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე მიიღებდა კომპანია ამანათს, სამწუხაროდ ეს არ მოხდა, მაგრამ აქ ხაზგასასმელია ზოგადად რეკლამის მნიშვნელობა, რეკლამაში გაჟღერებული ინფორმაციის მნიშვნელობა. ყველა სიტყვას თუნდაც აი აქ ხო, ერთი სიტყვა იყო, რომ ნებისმიერ დროს აუცილებელია დავაზუსტოთ და ამომწურავი იყოს ეს ინფორმაცია, რომ ნებისმიერ დროს კი არა, ანუ ეს იზღუდება გარკვეული რაღაც კრიტერიუმებით, რომ განვაზოგადოთ ხო სხვა შემთხვევებშიც, როდესაც ეს რეკლამა, როდესაც ეხება სააქციო პროდუქციას, ფასის მითითებას, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ ეს არის საბოლოო ფასი, რომ ეს ფასდაკლება ვრცელდება სრულ ასორტიმენტზე. ან მაგალითად გქონია შემთხვევები, როდესაც ვუყურებთ რეკლამას სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება, მაგრამ მივდივართ მაღაზიაში და ხდება ის რეალობა, რომ ახალ კოლექციაზე არ ვრცელდება, ჩამოფასებულზე ვრცელდება. რა თქმა უნდა, ეს არის შეცდომაში შემკვანი, არ უნდა დავუკარგოთ მომხმარებლებს ის დრო და რესურსი და უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად აბსოლუტურად დამოუკიდებლად ჩვენთვის ზოგადად სატელევიზიო პროვაიდერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური კომპონენტია ეს ყველაფერი და აბსოლუტურად მოყვებით მსჯელობაში და პათოსში, რომ რეალურად ეს ყველაფერი სარეკლამო კომპონენტები უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ინფორმერს, რომ ეს არ იყოს გარკვეული ინტერპრეტაციების საგანი მოსახლეობის ჭრილში. და ბოლო кейსი ამ შემთხვევაში ჰუანინგის სამშენებლო მასალები. აი ამ მიმართულებით რა დარღვევა გამოიკვეთა და როგორ მოხდა ამ შემთხვევაში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს, ასე ვთქვათ, ჩართვა და ფორსირება აღნიშნულ кейსში. აქაც ზოგადად ვისაუბრებ, რა შეეხებოდა ეს кейსი. ეს кейსი შეეხებოდა ფასის მითითებას. თქვენ იცით, რომ ყველა ფასი უნდა იყოს მითითებული საბოლოო სახით. არ უნდა ემატებოდა, ან ჩვენ თუ ვყიდულობთ მომსახურებას და თუ პირობითად გვეუბნებიან, რომ მომსახურება ღირს 10 ლარი, საბოლოო ჯამში არ უნდა აღმოჩნდეს, რომ ამ მომსახურებას ემატება სხვა რაღაც ხარჯები და ავდივართ პირობითად 50 ლარზე. ამ შემთხვევაში გამცხადებელი მოგმართა და მოითხოვა იყიდა ერთ-ერთი აქციის დროს, საკმაოდ მასშტაბური აქცია იყო გამოცხადებული, სატელევიზიო ეთერშიც გავიდა, სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. კომპანია აცხადებდა 90%-მდე ფასდაკლებას და აქტიურად ამას აპირებდა. და მომხმარებელს შეექმნა იმის მოლოდინი, რომ დახვდება გარკვეული ნივთები 90%-მდე ფასდაკლებით. ერთ-ერთ ნივთზე საკმაოდ ძვირად ხირებულ ნივთზე ეს იყო გათბობის ქვაბი, რომლის საწყისი ხირებულებაც აღემატებოდა 3000 ლარს, დაახლოებით 500 ლარად იყიდებოდა და მომხმარებელს ჰქონდა იმის აღქმა, რომ ეს არის რეალური ფასდაკლება, მიუხედავად იმისა, რომ აღქმა ჰქონდა და საკმაოდ საფუძვლიანი, დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელს, ესაუბრა ოპერატორს, დაუდასტურეს, რომ კი ბატონო, ეს არის რეალური ფასი. როდესაც განახორციელა შეძენა, კომპანიის მხრიდან მოხდა მომხმარებელთან კომუნიკაცია და გამოცხადეს, რომ ფასი იყო მითითებული შეცდომით, რომ ეს ფასი არ უნდა ყოფილიყო, ადამიანური ფაქტორია და შესაბამისად ნივთს ვერ გადასცემდნენ. რა თქმა უნდა, ადამიანური ფაქტორი ყოველთვის არსებობს, ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, თუ ნივთი იყიდება პირობითად 5000 ლარიანი, 5 ლარად ან 5 თეთრად, ჩვენ გვაქვს აღქმა, რომ ალბათ ბიზნეს შეეშალა, წარმოუდგენელია ამხელა ფასდაკლება ან როდესაც ვხედავთ ნულოვან საერთოდ ღირებულებას, ხო? ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია და ხვდებით, ან მაგალითად, როდესაც უნდა გაყიდულიყო 500 ლარად და ადამიანს 0 გამორჩა და ჩაიწერა 500-ად. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მოვაჭრეებთან, ვთხოვთ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც მოვთხოვეთ ინფორმაცია და წარმოგვიდგინეს გარკვეული ინფორმაცია, გვითხრეს რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, ადამიანური ფაქტორი იყო, ფასი იყო არასწორად მითითებული. თუმცა ამის დამადასტურებელი
დოკუმენტები, სარწმუნო დოკუმენტები, რომ ეს ნამდვილად იყოს შეცდომა, წარმოდგენილი არ იყო. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ჩვენ შევაფასეთ, რა აქცია ქონდა გამოცხადებული. ის რომ 90%-მდე ქონდა აქცია გამოცხადებული, ხო, მოლოდინს ქმნის მაინც მომხმარებელში, რომ შესაძლებელია იყო, ან ჩვენ რომ ქონდა შემთხვევა და აქცია იყოს გამოცხადებული პირობითად 10%-ის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვექმნებოდა იმის აღქმა, რომ ეს 80% ჩამოფასება შესაძლოა იყოს გარკვეულ ტექნიკურ, ხო. ამ შემთხვევაში არ იქნა წარმოდგენილი არანაირი სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილი ქონდა ადამიანურ შეცდომას და ადამიანურ ფაქტორს, შესაბამისად ჩვენ დავუდგინეთ კომპანიას და დავავალდებულეთ მომხმარებლის არღვეული უფლებების აღდგენა. მოკლედ, ესე იგი, აი ამ მოკლე დროში სამი кейსი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესოდ გაშალეთ და ერთგვარი პრეცედენტული კომპონენტებით წამოვწიეთ წინარე პლანზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში დროული სწორი ინფორმირება, რეაგირება რაც თავარია და ძალიან კარგია ის, რომ მომხმარებელს ამ შემთხვევაში ბაზარზე ყავს უწყება, ვისაც შეუძლია რომ მიმართოს ნებისმიერ დროს კონკრეტული განაცხადით, კონკრეტული განცხადებით და შესაბამისად ძალიან მარტივად ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის ამ кейსების მიმოხილვისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად ვაშუქებთ ყველა იმ საკითხს, რაც მომხმარებელთა უფლებებს, ბიზნესის ინტერესებს უკავშირდება და დიდი სიამოვნებით კიდევ არაერთხელ გიმას ვიძლებთ პირდაპირ ეთერში. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. რეკლამაზე გავალთ ახლა, მალე დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასევე ძალიან საინტერესო თემით, ასე რომ არ გადართოთ. დილის პაიტრის